მაუწყებელი შეძლებს პოლიტიკური მოთამაშე გახდეს, მე გადავდგები და ვიქნები ამაყი, თუ ვერ შესრულდა, მაინც გადავდგები. როდესაც ეს შესრულდება, მე ვიტყვი აწყობილი ტელევიზია პოლიტიკური შემეცნებითი თუ საგანმანათლებლო კუთხით და ჩავთვლი, რომ ჩემი საქმე გაკეთებულია. ეს იქნება ჩემი პასუხისმგებლობა, განაცხადა დღეს ვასილ მაღლაფერიძემ. საზოგადოებრივი მაუწყებლის თემაზე კამათი გრძელდება, არხის მენეჯმენტი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს შეხვდა. შეხვედრა ურთიერთბრალდებებისა და კრიტიკის ფონზე წარიმართა. მაუწყებლის ხელმძღვანელობას ბიძინა ივანიშვილი და ქართულ ოცნებასთან კავშირსა და პოლიტიკურ სიმპათიებზე მიუთითეს. არ არსებობს ეგეთი კრიტერიუმი, იმიტომ რომ დაჯდნენ ადამიანები თქვენს, დიახ, ეს კარგი გადაცემა იქნება. თქვენ იცით რაზეც საუბრობ, ხო? როგორ არის თქვენი თქვენ ამტკიცებთ ამ გადაწყვეტილებებს? როცა ვაკეთებ რაუნდში, აქ ძალიან ხოთ დააზუსტეთ, რომ საბჭოში გვაქვს 15 წევრი და როგორც წესი ხმები იყოფოდა ხოლმე 12-3-ზე და ეს ყველა უქმე არის საჭირო. ამიტომ როდესაც მე მომართავ, მე მოყვართ თქვენ ხო იცით თქო, მე ხო არ ვიტყვია რომ თქვენ დააშავეთ თქო. თქვენ ხო იცით ამის შესახებ არანორმალურად საქართველოს პირობებში, ევროპაშიც რო გაუკვირდებოდა, ისეთ ხელფასებს უნიშნავდით ვიღაცას და ამყოფებდით ჯურგმულში პირდაპირ მნიშვნელობით ვიღაცას. შეხვედრის შემდეგ კომენტარები გააკეთეს როგორც არასამთავრობო სექტორის, ასევე მაუწყებლის წარმომადგენლებმა. არგია რომ დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ბევრი კითხვა დავსვით კონკრეტიკასთან დაკავშირებით. აქვე ითქვა ის, რომ ყველა გადაცემა არ დაიხურება, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, თუ კი ამ პროცესში იქნება პოლიტიკური მოტივაციები, ცხადია, ამას არ დაერქმევა რეფორმა. კითხვა დავსვი მენეჯმენტის პოლიტიკურ მიუკერძოებლებთან დაკავშირებით და ცხადია, პასუხი ვერ მივიღე, იმიტომ რომ ეს არ არის რიტორიკული კითხვა, ეს არის მოცემულობა და ბუნებრივია ამ მოცემულობა მოცემულობა არის აღმასრულებელი საბჭოს თითოეული წევრის პასუხისმგებლობა. საბოლოო ჯამში უბრალოდ ვერავინ ვერ დაგვიყენებს ჩვენ ახლა პრეტენზიას, რომ ჩვენ არ ვცადეთ რადიკალური ზომების გარეშე რამის გაკეთება. ჩვენ ვცადეთ ეს. ჩვენ აშკარად ვცადეთ ეს ყველაფერი, კონკურსებიც გამოვაცხადეთ, ახალი გადაცემებით შემოვიყვანეთ. ფინანსურად სრულიად გასწორებულებმა მათ შორის ამას ხაზი მინდა გაუსვა. უბრალოდ იმ რესურსის ფარგლებში, რომელიც რესურსიც აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს უნარი ამდენი გადაცემა იტვირთოს და ამდენი თანამშრომელი ყავდეს. სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ შემოგთავაზებ დისკუსიას ჩვენს გადაცემაში. წარმოგიდგენთ სტუმრებს: მარინა მუსხელიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, საღამომშვიდობისა, ნინო ჯანგირაშვილი, ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი, საღამომშვიდობისა, მოგესალმებით. ქალბატონ მარინა, სიტუაცია არ არის მარტივი და მეთანხმებით, თქვენ როგორც სამეურვეო საბჭოს წევრი, რა გამოსავალს ხედავთ ამ შექმნილ ვითარებაში? სიტუაცია არ არის მარტივი ამ ტელევიზიაში წლების განმავლობაში. ჩვენ 3 წლის განმავლობაში ვატარებდით რეფორმებს, მაგრამ ესე ვთქვათ, რბილ ვარიანტს. თუმცა იმდენად შენელდა ეს ტემპი, რომ ესეთი ხისტი და ესეთი გამბედავი ლიდერი ნამდვილად სჭირდებოდა ამ საქმის ახალ ეტაპზე გადაყვანას. თუმცა იმდენად ხისტი ნაბიჯები შემოგთავაზა ახალმა გენერალურმა დირექტორმა, რომ მე ვერ გეტყვით, როგორ ნამდვილად ესე იქნება, თუ სხვანაირად იქნება. ჩვენ ახლა მსჯელობის პროცესში ვართ. ჩვენ საკმაოდ სერიოზულ ეტაპზე ვართ ამ მსჯელობის, ჩვენ პირველ რიგში იმისთვის, რომ რეფორმა მოხდეს, უნდა განისაზღვროს, საით მივდივართ, ანუ იმ 3 წლის მერე, როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება, შედეგი რა იქნება. ამ შედეგიდან გამომდინარე, უკვე უნდა განისაზღვროს რესურსების გადანაწილება, ნაბიჯები, რომლებიც არის გადასადმელი და სხვა და სხვა. ამდენად ეხლა ჩვენ ვართ შემდეგ ეტაპზე. დირექტორს უნდოდა რომ მკვეთრად გაეზარდა პოპულარობა და რეიტინგები საზოგადოებრივი მაუწყებლის. სამეურვეო საბჭომ დაუყენა ის კითხვა, რომელიც ბუნებრივია ამ შემთხვევაში იბადება, როგორ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვა ვალდებულებები. საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებები გაწერილია კანონით, სხვა თუ არაფერი, გარდა ამისა არსებობს პროგრამული პრიორიტეტები, გარდა ამისა არსებობს სტრატეგიული მიზნები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი არ დაიყვანება მარტო რეიტინგებზე. აი ახლა ჩვენ მუშაობთ იმაზე, რომ განისაზღვროს მაინც რა იქნება, როგორი სახის მაუწყებელი იქნება ის 3 წლის შემდეგ და ეს უნდა იყოს ძალიან ღია და მკაფიოდ ჩამოყალიბებული, რომ საზოგადოებასაც და არა მარტო სამეურვეო საბჭოსაც შეეძლოს გზა და მერე ამ პერიოდის გავლის შემდეგ შეაფასოს, შესრულდა არ შესრულდა. გაუმჯობესდა, გაუარესდა.
არის ესე იგი ცვლილება არ არის ცვლილება. თქვენი დღევანდელი დაკვირვებით ეს პროცესი რომელსაც ახლა აღწერთ იქნება ხანგრძლივი როგორ ფიქრობთ რამდენიმე თვეზე გაწერილი თუ როგორ იქნება რამდენიმე თვეს ნერვიულობით ჩვენი თანამშრომლები მე მგონი ვერ გაუძლებენ ასე რომ ჩვენ მაქსიმალურად ვჩქარობთ პრაქტიკულად ყოველდღიური მუშაობის რეჟიმზე გავართ გადასულები ჩვენ იმ კვირაში უკვე უნდა წარვადგინოთ გარკვეული დოკუმენტი მენეჯმენტთან ვნახოთ მენეჯმენტი რამდენად სწრაფად იმუშავებს ჩვენ რაც შეიძლება ვცდილობთ რომ ეს პროცესი დავაჩქაროთ მაგრამ არც თუ ძალიან იმიტომ რომ ყველას დავპირდით რომ შეგხვდებით და დაგელაპარაკებით ესეც ხომ დრო არის ხო გესმით რომ ადამიანებს მოაქვთ თავისი აზრები იდეები უნდათ რომ ვიღაცა მოусმინოს ანუ ეს ელემენტიც უნდა გავითვალისწინოთ გარდა იმისა რომ ჩვენ მუშაობთ ჩვენ საზოგადოებასთანაც უნდა ვიმუშაოთ გასაგებია ქალბატონო თქვენ რა შეფასებას მისცემთ იმ ეტაპს რომელზეც ახლა იმყოფება საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთი მხრივ სამეურვეო საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მეორე მხრივ თუ კი ამ გეგმას არ მოიწონებს საერთოდ არხი რა მდგომარეობაში აღმოჩნდება როდესაც პირველი გეგმა რომელიც წარმოადგინა მენეჯმენტმა შეიძლება იმ სახით არ განხორციელდეს როგორც მას სურს როგორც მენეჯმენტი ამბობს მას სხვა ვარიანტი უბრალოდ ვერ წარმოუდგენია რამე გამოვჩა მე მგონი ასე ამბობს ხო ის რომ სხვა ვარიანტი ის უბრალოდ არ განიხილავს აქედან გამომდინარე მე შემიძლია დავასკვნა რომ სხვა შემთხვევაში მენეჯმენტი უნარო იქნება აბსოლუტურად აი ქალბატონმა მარინამ ახსენა რომ ხისტი და გამბედავი ლიდერი გჭირდებოდა მე ვიტყვი რომ ხისტი შეგვიძლია ჩამოვაშოროთ ჩემს წარმოდგენაში რაც ჭირდებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს ამას დავტოვოთ გამბედავი და აუცილებლად კვალიფიციური პრობლემა გვაქვს ზუსტად კვალიფიკაციის არარსებობასთან და ზუსტად იმასთან რომ მათ ვერ წარმოუდგენია ჩუალედური გეგმა აი რამდენი დღეა ვსვავთ კითხვას რომ საით მიდის საზოგადოებრივი მაუწყებელი ხო უნდა დაგვანახონ კი ბატონო რეფორმა რომ აუცილებელია ამაზე ყველა ვთანხმდებით ბუნებრივია თუნდაც იმის ფონზე რომ წლების მანძილზე არსებობს კითხვები ხების მიზნობრიობასთან დაკავშირებით, ხარჯვასთან დაკავშირებით, ეგრეთ წოდებულ დარსულებთან დაკავშირებით, რამდენად სამართლიანად ნაწილდება ანაზღაურება თუნდაც, ხო? თანამშრომლებში სამუშაო პირობები რამდენად არის შექმნილი, მაგრამ ამ ყველაფერს ჭირდება გააზრებული კვალიფიციური მიდგომა და ამოცანის დასახვა. რა იქნება 3 წლის მერე? აი ქალბატონ მარინას საწუხებს ეს კითხვა. მეც მაწუხებს, იმიტომ რომ ახალმა მენეჯმენტმა ვერ დაანახა ვერავის. ის რაც თქვა მენეჯმენტმა აქ არ ჩანს არაფერი არათუ 3 წლის თავზე არამედ თავად პროცესში. იანთაძე გვეუბნება რომ 15%-იანი რეიტინგი ექნება, იმედია წილს გულისხმობს და არა რეიტინგს და ამდენი კვალიფიკაცია მაინც აქვს რომ წილს და რეიტინგს ასხვავებს ერთმანეთისგან, მაგრამ ძალიან არარეალურია ეს ამოცანა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის და არც უნდა იყოს ეს ამოცანა. ანუ რის ხარჯზე გვპირდება, თან უნდა გითხრას, იუმორინას გაუშვებს და ამის ხარჯზე გვპირდება, თურქულ სერიალებს გაუშვებს და ინდურ სერიალებს და ამის ხარჯზე გვპირდება, საეჭო ღირებულების თოქ-შოუებს ჩასვავს და ამის ხარჯზე გვპირდება, თუ რის ხარჯზე გვპირდება. ჯერჯერობით ეს არის მხოლოდ სადღეგრძელო, ძალიან არაკვალიფიციური მიდგომა და მარტო მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ვერ გაიგო ისინი რას გვპირდებიან. შესაბამისად, როდესაც ამოცანა არ ვიცით, ყველა მათი წამოწყება, ყველა მათი შემოთავაზება არის საეჭო, არ იწვევს ნდობას, მათი კვალიფიკაცია არ იწვევს ნდობას და როდესაც ასეთ მასშტაბურ რეფორმას ატარებს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ყოველ შემთხვევაში პრეტენზია გაქვს, რომ მასშტაბური რეფორმა გაატარო, ნდობას უნდა იწვევდე პროფესიულ წრეებში, პოლიტიკურ წრეებში, აი ყველგან უნდა იწვევდე განმეწნაკლებად ნდობას. უნდა თქმულიყო თუ არა თქვენი აზრით ამ გეგმის შესახებ, ვიდრე მენეჯმენტი მოვიდოდა ოფიციალურად. აი ეს ძალიან საინტერესოა და ამაზე ვერ აიცილებს პასუხისგებლობას ბორდი. ქალბატონ მარინა ძალიან სამწუხაროა. დავასრულებ აზრს და მე მიპასუხეთ. ჩვენ უყურებდით კანდიდატებთან გასაუბრებას. მე დიდი ყურადღებით ვუსმენდი კანდიდატებთან გასაუბრებას და იქ იყვნენ კარგი კანდიდატები. მე მაგალითად ისიც შევატყვე რომ ბორდის წევრები მოიხიბლნენ პირდაპირ მათ არც დამალეს მაგალითად ნათია კუპრაშვილის გამოსვლით, მისი ხედვით, მისი გამოცდილებით და ასე შემდეგ. იქ იყო ნინო ზაუტაშვილი, რომელიც ბევრად უკეთ გამოიყურებოდა ვიდრე ვასილ მაღლაფერიძე. ყოველ შემთხვევაში ვასილ მაღლაფერიძეს ბევრი ჯობდა. კანდიდატებიდან, აი სულ თავდაპირველი 15 კანდიდატიდანაც ბევრი ჯობდა, ვინც მე ამ ეგრეთ წოდებულ შორტლისტში ვერ მოხვდა. იქიდანაც ბევრი ჯობდა, სხვათა შორის ვასილ მაღლაფერიძეს. მთელი ეს პროცესია საეჭო. ვასილ მაღლაფერიძეს საერთოდ არ უთქვამს თავისი ხედვა. თქვა ორი სადღეგრძელო, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, გასაუბრებისას.
და ბორდმა ის დაამტკიცა. ამიტომ ბორდი პასუხისგებლობას ვერ მოიცილებს ქალბატონო მარინა, იმიტომ რომ თქვენ არავის არ დაგისაბუთებიათ. რატომ მიეცით ხმა ვასილ მაღლაფერიძე? ერთი ორწლიანობაში ვიტყვი და დავასრულებ. ძალიან საფუძვლიანი ეჭვი გააჩინა ამ ყველაფერმა, რომ ბორდმა გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკური ნიშნით. იმის გამო, რომ ვასილ მაღლაფერიძე იყო მისაღები კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილისთვის და მმართველი გუნდისთვის. და ერთი წამით ამა გამოაჩინა, რომ ის პოლიტიკური ამ ყველაფერმა გამოაჩინა, რომ ის პოლიტიკური ნიშნისგან არ იყო დაცლილი. მიიყვანა მთავარმრჩევლად 2030-ის ექსპერტი, რომელიც საერთოდ შოკის მომგვრელ რაღაცებს ლაპარაკობს. მიიყვანა იანთაძე, ასევე GDS-ის თანამშრომელი და რომ აღარ გავაგრძელოთ რაღაცები პრაქტიკულად 20-30-ის გუნდი მივიდა საზოგადოებრივ მაუწყებელში. გასაგებია. მოდით ახლა ქალბატონი მარინას არგუმენტები მოვისმინოთ. თუ შეიძლება, ესე იგი მე ნამდვილად არა ვარ პასუხისგებელი იმაზე, რომ დირექტორებს ნინო ჯანგირაშვილის გემოვნებით მივცე ხმა. რაღაც დრო ჩემი გემოვნება. თქვენ დაგამხოთ თავზე მთელი საზოგადოებრივი მაუწყებელი. თქვენზე არ მოსაწონი დირექტორი. ეს ხო უკვე იმაზე აღარ არის მე მომწონს თუ არა. დაგამხოთ თავზე მთელი საზმაურა. კიდე ჩემ გემოვნებაზე ლაპარაკო. ხო და მაცალეთ გიპასუხოთ. რაც შეეხება დირექტორის მიმართ ბრალდებას, როგორც მე გავიგერო, ესე იგი პრეზენტაციაში არ ჩანდა ის, რასაც საქმე იმაშია, რომ კანონში ჩადებული დირექტორის არჩევის პროცედურა არც აძლევს დირექტორობის კანდიდატებს შესაძლებლობას, რომ წარმოადგინონ სრულფასოვანი სამოქმედო გეგმა, რომელიც იქნება გასაუბრებაზე წარდგენილი, ვინაიდან ეგეთი გეგმის წარდგენა საჭიროებს იმის ცოდნას, რა ხდება ტელევიზიაში. გარედან მოსულ ადამიანს ეგეთი ცოდნა ვერ ექნება. ექნება ადამიანს, რომელიც მუშაობს შიგნით და მჭიდროდ იყო დაკავშირებული ამ მაუწყებელთან. ეს ერთი. მეორეც ერთი ეს, ესე იგი, ვთქვათ, ეს საერთოდ დირექტორის შერჩევის პროცედურა არის ძალიან ხანმოკლე, ესე იგი, ერთი თვე, ერთი გასაუბრება ფაქტიურად ბორდს და დირექტორს შორის აი ამ პროცესში არ ჩნდება ერთიანი ხედვის გამომუშავების კანდიდატებთან. მაშინ, როდესაც ნორმალურ ბორდებში არსებობს შიდა კომისიები, რომლებიც თვეების განმავლობაში მუშაობენ, ესე იგი, დირექტორების შერჩევაზე და ეს არის გაწერილი სამართლებრივად და რაღაც. თუმცა მე უნდა ვთქვა, რომ ძირითადად რაც ილაპარაკა თავის გასაუბრებაში მაღლაფერიძემ იყო ნათქვამი, რომ უნდა გახდეს ლიდერი ტელევიზია. სწორედ ამ ნათქვამიდან ის სადღეგრძელო თქვა ქალბატონმა. სადღეგრძელო უნდა გადაიქცეს სამოქმედო გეგმად, როდესაც ისი რესურსები, ვადები შეგიძლია თქვა. მარინა, აი ეს პერიოდი ვასილ მაღლაფერიძე, აი ახლა კი მოგცემთ შესაძლებლობას. ვასილ მაღლაფერიძეს მენეჯერული გამოცდილება სადმე ქონდა? სადმე ის მენეჯერად მუშაობდა კარგი ტელევიზიას თავი გავანებოთ. როცა ირჩევთ თავარ მენეჯერს, მისი კვალიფიკაცია არ გაინტერესებდათ. აი ამიტომ არის ზუსტად, რომ ის და ქალბატონი იანთაძე, რომელსაც ასევე არ აქვს მენეჯერული გამოცდილება, არიან უმწეოები აბსოლუტურად. ორმა ტექნიკმა უთხრა, რომ ვინჩესტერი აგვიფეთ და მორჩა კოლაფსია. აი ეს ზუსტად ეს არის საინტერესო. გავასწროთ ეხა დროზე, სანამ შენობა დაგვექცევა, სანამ ხანძარი გაგვიჩნდება და მორჩა აბსოლუტურად უმწეოები არის. ძალიან ცოტა ხანია რაც ეს მენეჯმენტი მოვიდა მმართველობაში. ეს დრო საკმარისი იყო იმისთვის, რომ ამხელა არხის მდგომარეობა შესწავლილიყო და დადებულიყო დასკვნა, რომ ერთი გადაცემის გარდა ყველა უნდა გაჩერდეს. ეს დამაჯერებელი არგუმენტია. გეტყვით, ეს ამ სამაუწყებლის შესწავლა ეხლა არ დაწყებულა. 3 წელია თითქმის მე ვარ საზოგადოებრივ მაუწყებლის ბორდში. და ჩვენ ამ დროის განმავლობაში შეგვისწავლია, ესე იგი, რა გვაქვს გაკეთებული. თანამშრომლების შესწავლაც, მდგომარეობის შესწავლაც, ტექნიკის შესწავლაც, სტრატეგია დაწერილი, სტრუქტურა შეცვლილი და საშტატო განრიგება. ამას დაეყრდნო ახალი მენეჯმენტი. ახალი მენეჯმენტი პირდაპირ ამბობს, რომ მე დავეყრდნე იმას, რაც უკვე იყო გაკეთებული. ნიუსრუმის სტრატეგია, მენუალი, შენობის და ტექნიკის გათვლები, მთელ კომპანიებთან ნალაპარაკები, ეს არის დიდი სამუშაო, ეს არ არის ისე, რომ ეხლა მოვიდა და დაიწყო ნოლიდან. მის, ესე იგი, გუნდში არიან
წინა მენეჯმენტის წევრები, რომლებმაც ამაზე ძალიან ბევრი და ინტენსიურად იმუშავებს, ის არ ამბობს, რომ მე ნულიდან ვიწყებ. ის ამბობს, რომ მე ვაგრძელებ. უბრალოდ მე ნულიდან იწყებს, რომ დახვდა ნანგრევები, ყველაფერს ცეცხლი უკიდია და ყველა ვინჩესტერი დამწვარია და ისედმე ხაჩე ცოტა უტრირებას უკეთებ, მაგრამ დაახლოებით ასე ამბობს, რომ ნულია აბსოლუტურად, ყველა ნულია, ვინც იქ მუშაობს, ტექნიკა ნულია და მან უნდა დაიწყოს ახლა ტექნიკის ტექნიკის თვალსაზრისით მდგომარეობა არის შემდეგი. ჩვენ ამ დროის განმავლობაში ვყიდულობდით ცოტ-ცოტა ტექნიკას, უნდა ვთქვათ, წელს ჩადებულია სერვერების ყიდვის ტექნიკა, მაგრამ ეს ტექნიკის ფული იყო ყოველთვის ცოტა. ანუ, კარგად უნდა გავიგოთ. როდესაც ლაპარაკია იმაზე, თუ რატო არ არის ტექნიკა და რატო გამოიყო ცოტა ფული ტექნიკაზე, კარგად უნდა გვესმოდეს. ეს ფული ერთადერთი სადაც შეიძლება მოგვეტანა, ეს არის თანამშრომლების ხელფასები. იმისთვის და ესე იგი იმისთვის რომ გაკეთდეს შენ კარგად უნდა გათვალო რამდენი თანამშრომელი გჭირდება რა პროდუქციას ატარ იგივე რაც ახლა უნდა გაკეთდეს დიახ და ეს კეთდება და ეს არის რომ ჯერ უნდა მითხრა რა ამოცანა და ფეიქთან დათვალო რა ტექნიკა გჭირდება რამდენი თანამშრომელი გჭირდება ამოცანა გარდა იმისა რომ ყველას ჩვენ ისევე როგორც დარწმუნებული ვარ ახლანდელ მენეჯმენტსაც უნდა რომ კარგი ტელევიზია იყოს მაგრამ არის თუ არა მკაფიო ეს რომ მივიღოთ ეს ინსტიტუციური მეხსიერება პირველ რიგში არის სამეურვეო საბჭოში და იმ მენეჯმენტში, რომელიც წინა პერიოდიდან მოდის და ეს აუცილებლად იქნება გაანალიზებული, ნათქვამი რასაკვირველია. ეს არ არის ისე, რომ ვასილ მაღლაფერიძე ერთ თვეში ყველაფერში გაერკვა. მაგრამ ჩვენ ხო ვართ გარკვეულები. ჩვენ ხო ვიცით, როგორი პრობლემები აქვს ამ ტელევიზიას, როგორი პრიორიტეტები გვაქვს დასახული ამ ტელევიზიისთვის, საით გვინდა წავიყვანოთ, ახლა ხო არ ვიწყებთ ამაზე ფიქრს, ხო სწორია. ამიტომ ეს ყველაფერი წავა ახლა დიალოგის რეჟიმში ახალ დირექტორთან. ესე იგი გარკვეულწილად სიახლე რა ვქნათ, რომ ამბობს რომ სხვანაირად მე არ შემიძლიაო. არა, სხვანაირად მე არ შემიძლიაო, ჩვენთან შეხვედრაზე არა უკაცრავად თუ თქვენ უყურეთ ვიდეო დევს ჩვენს ვებსაიტზე ჩვენი შეხვედრა დირექტორთან, როდესაც ჩვენ აუხსენით რა კითხვები გვეჩდება იმასთან, რომ რეიტინგი არის დასახული მხოლოდ ერთ საზომად წარმატების, მან შვენივრად გაიგო, რასაც ვეუბნებოდით, თქვა, რომ თქვენ მართლები ხართ, აბა ეხლა თქვენ უფრო კარგად ამიხსენით რა გინდათ ჩემგან. აი ახლა ერთი საკითხი კიდევ, ალბათ მარინა არ მინდა ეს გამოგჩეს პოლიტიკური ინტერესები საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით. აი აქ ამ სტუდიაშიც ითქვა და მთელი დღეები ამაზე არის ლაპარაკი. გამოხატავს თუ არა ეს მენეჯმენტი კონკრეტული პოლიტიკური ძალის ამ შემთხვევაში ხელისუფლების ინტერესებს. პოლიტიკური ინტერესები მედიაში ზოგადად საქართველოში ეს არის ძალიან საინტერესო თემა. აქ ხართ ორი ჟურნალისტი და თქვენს გეხებათ. იმიტომ რომ მედია საქართველოში პოლიტიკურად ნეიტრალური მეჯერ არ მინახავს გარდა ჩვენი არხისა, რომელიც სამწუხაროდ ამ თავისი ნეიტრალობით რეიტინგს კარგავს. ოფიციალურად აღარ არის ნეიტრალური, იმიტომ რომ 2030-ის პროდიუსერი მოიყვანეთ დირექტორად. ეს არხი არის ნეიტრალური. ეს ბრენდი რასთან ასოცირდება სტუდია ქართული ოცნების თანამშრომლები მოიყვანეთ მენეჯმენტში. აი ამის მერე საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ და უხერხულობასაც არ გძნობ. ჩემზეც ქალბატონო ნინო იგივე სამბობდნენ, როდესაც მოვედი სამეურვეო საბჭოში, რომ მე პოლიტიკური ესა ვარ და ეს არის ესე იგი გახდება რომ ბორდი არის ქართული ოცნების მხარდამჭერი, იმიტომ რომ მათი კანდიდატი აირჩიეს, რომელიც ხება და დიდებას ასხავს ბიძინა ივანიშვილს და მისი პირადი წარმომადგენელია მაუწყებელი. რომელიც არის და რომელიც ნამდვილად ნაკლებად პოლიტიზირებულია, ცხადია რაღაც გადაცდომები ხდება და აუცილებლად იქნება, მაგრამ სხვა ტელევიზიებთან შედარებით გაცილებდა თქვენს კავკასიასთან და სხვებთან შედარებით გაცილებით ნეიტრალურია. მაგრამ ეს საუბრობთ კერძო მოწყებლებზე კი მოვიდა დავასრულებინე. ამაში არავითარ შემთხვევაში არ გეთანხმებით უკაცრავად
უკაცრავად კერძო მაუწყებლებმა მოიფიქრეს თავისთვის ძალიან საინტერესო ატმასკა, რომ რახან კერძოები ვართ, ესე იგი, რაც გვინდა იმას ვაკეთებთ და ერთი საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს ნეიტრალური. ეგრე არ არის ბატონებო. გევალებათ ქალბატონი მარინას თქვენს კანონით გევალებათ. ჩვენ რასაც გევალება იმას ვაკეთებთ. არა ბატონო, არ აკეთებთ. აი მე მგონი ერთი წამით რა ქალბატონი მარინა დღეს არ არის იმ მდგომარეობაში, რომ კერძო ტელევიზიებს საქმე ურჩევს დიდი მე ყოველთვის კერძო ტელევიზიებს თქვენ პირადად გეკისრებათ პასუხისგებლობა იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს არის ასეთ მძიმე მდგომარეობაში, მოიყვანეთ კაცი, რომელიც არაფრის გაგებაში არ არის, მოიყვანეთ პოლიტიკური ნიშნით შერჩეული არაკვალიფიციური კანდიდატი და დღეს არის სერიოზული პრობლემა. მე ამ შემთხვევაში ვარ რესპონდენტი და ჩემს აზრს გეუბნებით. როგორ ჟურნალისტი თუ მომიყვანეთ, მაშინ გავჩუმდები და წავ, რა ვიცი. ტელევიზიის ხელმძღვანელი და რესპონდენტი და მედიაში გარკვეული ადამიანი. მენეჯერიც ვარ, თუ შეიძლება თუ მოვიდათ ჩემი დრო ვიტყვი. მოკლედ პრობლემა იცით რაში მდგომარეობს? აი რუსთავიორის კომპლექსიდან ვერ გამოვიდა მთელი სატელევიზიო სივრცე. ნუ იმედი რომ იტანჯება ამ კომპლექსით ეს ვიცით, სულ და ბევრი ტელევიზია იტანჯებოდა ამ კომპლექსით და რატომღაც ბევრს არ უნდა რომ უბრალოდ თავისი გზა მოძებნოს, თავისი ნიშა დაიკავოს. იგივე იანთაძეც აი ცხადია მისი განცხადებებიდან რომ რუსთავიორის კომპლექსით იტანჯება სხვა არაფერი არ და თავის დროზე ბიძინა ივანიშვილსაც ეგ პრობლემა ჰქონდა ამიტომ შექმნა 20-30 რომ ხალხი გაენათლებინა და ისდა თვითონ ქადაგებდა და მე როგორ ჩაფლავდა ეს პროექტი ყველამ კარგად ნახეთ მოდი რა გამოვიდეთ ამ კომპლექსებიდან და ყველამ ჩვენი გზა მოუძებნოთ რა განსაკუთრებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და რა არის საზოგადოებრივი მაუწყებლის გზა ის აბდაუბდა არა რასაც გველაპარაკებიან 15%-ს დავდებ რეიტინგს ამას ვიზამ იმას ვიზამ საზოგადოებრივი მაუწყებელს არ ესმის სამწუხაროდ არც ბორდს, არც მენეჯმენტს და ამიტოა რომ ერთმანეთს შეყურებენ და ეუბნებიან რომ შენ მითხარი რა გავაკეთო, არა შენ მითხარი და აბა ეს რო თქვი ესე რატოა და გარდა ამისა მენეჯმენტის გაგებაში არ არიან და რას გულისხმობ. მოდით კონცეფციაზე ვილაპარაკოთ. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ქმნდეს უნიკალურ პროდუქტს. ეს არის მისი ამოცანა. საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უნდა გვთავაზობდეს ჩვენ კლასიკური გაგებით კომერციულ პროდუქტს. მე სხვადასხვა ინტერვიუებში ვადევნებ თვალყურს იანთაძის გამონათქვამს და ერთგან თქვა მგონი რომ აი მეგა შოუებს გავაკეთებთ. აბა ხო მე ხა ნიჭიერი წაართვას რუსთავიორს და ის გააკეთოს. ეს ხო სასაცილოა. გაანებონ თავი ამ კომერციულ პროდუქტს და ამ კომერციულ პროექტებს. არის ძალიან ბევრი ისეთი პროექტი, რაც საზოგადოებას ჭირდება და ზუსტად ამაში ვიხდით ჩვენ. რეიტინგის თემას თქვენ როგორ უყურებთ? აი რეიტინგის თემას მე ვუყურებ შემდეგნაირად. კანონში პირდაპირ წერია ის რაც ძალიან ცხადად გვაჩვენებს რეიტინგის თემა როგორ შეიძლება გადაწყდეს. კანონში პირდაპირ წერია რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ევალება უმცირესობისთვის პროექტების კეთება. მათ შორის გარდა სხვა რაღაცები. ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ უმცირესობისთვის განკუთვნილმა პროდუქტმა შეიძლება დადოს მაღალი რეიტინგი. ვერ დადებს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არ არის კომერციული პროდუქტი. სურდო თარგმანს რო აკეთებენ, ის არის მასობრივ მაყურებელზე გათვლილი. არ არის რა თქმა უნდა, მაგრამ იმიტომ აკეთებენ, რომ კომერციულმა ტელევიზიამ მე შეიძლება არ გააკეთოს. ამიტომ აკეთებს საზოგადოებრივი. ის ვერ გაუგია ამ ხალხს, რატომ გვაქვს ჩვენ საერთოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი? რატო ვდებთ ამ ფულს? ის უნდა ქმნიდეს უნიკალურ პროდუქტებს. ეს იქნება საგანმანათლებლო, შემეცნებითი, თუნდაც შოუები, ეგრეთ წოდებული გეიმ შოუები, რომლებიც არის საგანმანათლებლო ის იუმორინას და მაგრამ როდესაც მენეჯმენტმა რეიტინგი ახსენა სამეთვალყურეო საბჭოსთან შეხვედრაზე სწორედ სხვა კრიტერიუმებიც მოსთხოვა რაში უნდა იყოს ძალიან კონკურენტუნარიანი და რაში უნდა კონდეს პრეტენზია რომ არის რეიტინგული ყველაზე მაგარი ყველაზე ოპერატიული ყველაზე დაბალანსებული და ასე შემდეგ და რაში უნდა იყოს ტონის მიმცემი საზოგადოებრივი მაუწყებელი და სტანდარტის დამდგენი ეს არის საინფორმაციო სამსახური მას უნდა კონდეს ყველაზე ძლიერი საინფორმაციო სამსახური და აი ამაში ამ თვალსაზრისით უნდა შედიოდეს კონკურენციაში კერძო არხებთან და უნდა ჯობნიდეს, იმიტომ რომ მას აქვს იდეაში ყველაზე დიდი დაფინანსება, ყველაზე დიდი რესურსი და ასე შემდეგ. სხვა ტიპის პროდუქტებში კონკურენციაში შესვლა კერძო არხებთან, რომელსაც არავის არ ვერჩი, მაგრამ აქვს ჯაჯანძის შოუ, პროფილი, იუმორინა, თურქული სერიალი, ჩვენ ვიცით ხო რა წერს მაღალ რეიტინგს. ეს არის დამღუპველი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის და თუ ამას გვიპირებენ მაღლაფერიძე და იანთაძე, ჯობს ეხლავე გაუშვათ ქალბატონო მარინა, რომ ამაზე დრო აღარ დავკარგოთ რა და მე არ აღმოჩნდეს რომ რაღაც სისულელეში გადავყარეთ კიდევ ფული და აუცილებლად მინდა ვთქვა თანამშრომლების დათხოვნასთან დაკავშირებით. ანუ კარგი მენეჯერი რას იზამს იცით? აი ქალბატონი მარინაც ამბობს და ჩვენც ვიცით რომ ტექნიკაზე გამოიყოფოდა ცოტა თანხა წლების მანძილზე.
რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, როცა შენ გაქვს კაპიტალური დანახარჯები, გასაწევი, იგივე შენობის რემონტი, თქვათ, რაღაცა ტექნიკას აყიდელი, რაღაც მიმდინარე თანხებიდან გამოიძიო ამისთვის დიდი რესურსები, ხო? ამისთვის არსებობს ზუსტად საკრედიტო ინსტიტუტები, არსებობს გრანტები, რომელთა მოძიება საზოგადოებრივ არხს შეუძლია ბევრად უკეთესად, ვიდრე კერძო არხს და კერძო არხებიც კი ვახერხებთ ხოლმე გრანტის მოძიებას სხვადასხვა პროექტებისთვის. მას შეუძლია ამ ყველაფრის მოზიდვა და იმის გარეშე, რომ თანამშრომლები ასე მასობრივად გაყაროს არხიდან, გაკეთება რემონტის, ტექნიკის შეძენა და ასე შემდეგ და მთავარი რაც ვერც გაგვაგებინეს, ვერც ჩვენ გავაგებინეთ, რა გვინდა და რას ვერჩით და რას ერჩიან ამ ხალხს. იმის ლაპარაკი, რომ მე ფული უნდა დავზოგო და ამის გამო უნდა გაუშვა თანამშრომლები, არის არასწორი, როგორც მენეჯერული თვალსაზრისით, ასევე მორალური თვალსაზრისით. შენ უნდა თქვა, რა გადაცემა გინდა და რა გადაცემა არ გინდა, რა გადაცემა შეესაბამება საზოგადოებრივი მაუწყებლის გრძელვადიან კონცეფციას და ხედვას და რა არ შეესაბამება. და თუ შენ ვერ ახერხებ იმ გადაცემების გადარჩენას, რომელიც შეესაბამება საზოგადოებრივი მაუწყებლის კონცეფციას, ისე რომ თან პარალელურად შეძლო ტექნიკის შეძენა, რენოვაცია და შენობის გარემონტება, მაშინ არ ხარ კარგი მენეჯერი და უნდა წახვიდე მაშინ და არა 2019 წელს. აი თანამშრომლები საკითხს რაც შეეხება თქვენთვის არის ნათელი რა ხდება თანამშრომლებთან დაკავშირებით თუ კი 103 გადაცემიდან 102 ჩერდება ამ თანამშრომლებს ინარჩუნებთ და უხდით ხელფას უშვებთ მათ მერე მოყავთ ახლები თუ კვლავ მათ დაუძახებთ უკან აი ეს საკითხი ბუნდოვანია და შეგიძლიათ გითხრათ თქვენ როგორ უყურებთ ამ პირველ რიგში მე გავაკეთებ კომენტარს იმაზე რაც ქალბატონმა ნინომ ელაპარაკა ეს სამწუხაროდ არის ჩვენი ჟურნალისტიკის სცენი, რომ ინფორმაციის გარეშე ყველას აქვს საკუთარი აზრი. იმიტომ რომ ყველაფერი, რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელი, რა არის, როგორი უნდა იყოს და ასე შემდეგ, გვიწერია დოკუმენტებში, კრედიტებს, რაც შეეხება დაფინანსების ყველაფერი, რაც მენეჯმენტთან და საზოგადოებრივ ეხლა რომ გიწერია, რომ გიწერია. გვიწერია და დაუმალეთ მაღლაფერიძის მიგეცათ მისთვის თქვენ წაგიკითხათ მაინც სანამ გვეუბნებით რომ არაფერი არ იცის და მენეჯმენტთან რატო დაუმალეთ მაღლაფერიძეს და ანთაძეს მიგეცათ თქვენ ტელევიზორში ლაპარაკობთ ეხლა რომ ბორმა არ იცის რა არის საზოგადოებრივი მაუწყებელი და მე მგონია რომ ეგეთი ჟურნალისტიკა არ უნდა იყოს საქართველოში. აი ეგ არის ჩემი პრობლემა რომ მე მინდა რომ თან იყოს რეიტინგული პრობლემა ის არის რომ თავზე გენგრევათ საზოგადოებრივი მაუწყებელი და ხელფასი ჟურნალისტიკის დონე არ იყოს ყვითელი და ესე იგი რაღაცა გაუგებარი ჟურნალისტიკა. ჩემი ჟურნალისტიკის დონის გარდა პრობლემა არ ქონდეთ არც თანამშრომლების თემას. ჩვენ ქონდა ერთი შეხვედრა, მას მერე რაც იყო პრეზენტაცია აი ამ რადიკალური ესე ვთქვათ გაშვების და ფაქტიურად დახურვის გადაცემების, ჩვენ ქონდა ერთი შეხვედრა დირექტორთან და ამ შეხვედრაზე ჩვენ ვერ ჩავედით, ესე იგი ყველაფრის ბოლოში, იმიტომ რომ როდესაც მივედით კრიტერიუმებამდე, როდესაც მივედით იქამდე, რომ როგორი ტელევიზია უნდა იყოს, აი აქ ჩვენ დავინახეთ, რომ აქ უნდა მოვძებნოთ საერთო ხედვა და იმის მერე უკვე გაგრძელებას იმ დოკუმენტზე მსჯელობისას აზრი არ ქონდა. იმიტომ რომ ეს დოკუმენტი თუ ჩვენ შევცვალეთ ეს ხედვა, დოკუმენტით შეიცვლება. ხო გესმით რომ თუ 3 წლის მერე უნდა გქონდეს კარგი საგანმანათლებლო, კარგი საბავშვო, კულტურა და სხვა და სხვა გადაცემა ადამიანურმა რესურსმა უნდა შექმნას როგორ უნდა ქონდეს მაღალი რეიტინგი ხო ვერ ამდენად თუ კი ადამიანური რესურსის გათვლა იქნება იქიდან გამომდინარე რა რესურსები სჭირდება. მერე უკვე დავსვამ შემდეგ კითხვებს. დღეს ამ კითხვების დასმას იმ დღეს როდესაც ქონდა შეხვედრა, ჯერ აზრი არ ქონდა. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის პროცესი. არავინ აიცის როგორ გაგრძელდება, მაგრამ იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე ყველა ჩვენი შეხვედრა გენერალურ დირექტორთან იქნება გამჭვირვალე, ყველა ეტაპი იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის და რასაკვირველია, ჩვენ არ ვაპირებთ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებას იმ თვალსაზრისით, რომ ჯერ ესე იგი ეკონომია გავაკეთოთ და მერე განსაზღვროთ როგორი იქნება. აი ეს მიმდევრობითობა შევცვალეთ. იმიტომ რომ გენერალური დირექტორის წარმოდგენით ჩვენ უნდა ჯერ
აკუმულირება გაგვეკეთებია რესურსების და მერე დაგვიწყო საჯარო და სამეურვეო საბჭოსთან და ასე შემდეგ მსჯელობა, როგორი ტელევიზია იყოს. ეს გეგმა აი ამაში შემიძლია დაგეთანხმოთ, არის მენეჯერულად ჩემი აზრით არასწორი, ჯერ უნდა დაინახოს საბოლოო შედეგი, რა გჭირდება ამის მისაღწევად და მერე უკვე რესურსები გამაგრება. ბატონო, ჩვენი დრო იწურება მოკლედ თუ აი მაგალითად, მე მინდა მაგალითი მოვიყვანო, მე 10 საათზე იშვიათად ვარ ხოლმე სახლში, მაგრამ როცა სახლში ვარ, მაგალითად დედაჩემს ყოველთვის აქვს ჩართული მარი მალაზონიას გაცემა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს გადის იქ ინდური სერიალი, იქ თურქული სერიალი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს გადაცემა არის ზუსტად ის, რაც ჭირდება საზოგადოებრივ მაუწყებელს, იმიტომ რომ მაგალითად სამედიცინო გადაცემა სხვა არხებზე, მათ შორის ჩვენთანაც, არ არის დაცლილი კომერციული შემადგენლისგან. ეს გადაცემა საზოგადოებრივ მაუწყებლის სპეციფიკიდან გამომდინარე არის კომერციული შემადგენლისგან დაცლილი და კეთილსინდისიერი და საინტერესო. თუ ახალ მენეჯერს არ შეუძლია ისე განავითაროს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომ უკვე არსებული პროდუქტები, რომლებიც ხალხს ჭირდება და მოწონს, არ დახუროს, მაშინ ეს მენეჯერი უნდა დაითხოვოთ, ქალბატონო მარინა, მე არ ვიცი, როდის დაფიქრდებით ამაზე, მაგრამ მოვიდა ადამიანი და გეუბნებათ, რომ მე თუ ყველაფერი არ დავხურე, ისეთ თანხებს ვერ დავზოგავ, არ შემიძლია სხვანაირად. მე მინდა ერთი კითხვა დავსვა და ქალბატონი მარინა თუ პასუხებს, მე დავამთავრებ. მოკლედ, რა არის ის ზღვარი? რა არის ის ზღვარი, რომლის შემდეგაც თქვენ იტყვით, რომ აი მე ეს ვინ მოგვიყვანია კაცო. და მოდი იქნებ გაუშვათ. და იქნებ კარგად გააკეთებთ და ვიტყვით, ვაიმე ეს რა კარგი ვიღაცა არა, რა არის ის ზღვარი, რომლის შემდეგაც თქვენ იტყვით, რომ აი რომ გითხრათ, რომ ეს სხვანაირად ვერ მუშაობს. წინასწარ რომ ყველაფერი ცუდად წავა და მე გეუბნებით, მე არ ვიცი. არა, ჯერჯერობით მე ვიცი რას გეუბნებიან ანთაძე და მაღლაფერიძე, რომ სასწრაფოდ თუ არ გამოვიქეცით შენობიდან ყველა და კასკა ქართულად როგორ ჩაფხუტები არ დავიფარეთ და ხელში ცეცხლმა მაგრამ ფაქტია რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სერვერები გზაში სამეურვეო საბჭო ფაქტია რომ არსებობს ინსტანცია რომელთან ერთადაც უნდა განიხილონ ეს საკითხი ხომ თქვენ სამეურვეო საბჭოს მიმართ რა დონის ნდობა გაქვთ შეგიძლიათ გითხრათ სამწუხაროდ არ მაქვს ნდობა იმიტომ რომ ძალიან ადვილად პროგნოზირებადი იყო ვასილ მაღლაფერიძის დანიშვნისთანავე რა მოხდებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელში პოლიტიკურ შემადგენლებს რომ თავი გავანებოთ რაღაც კვალიფიკაცია და გამოცდილება საჭიროა ვახო ყველაფერში საჭიროა აბსოლუტურად მე ამდენი წლის ხალი ვარ ამ სფეროში დავბერდი და ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობ, ყოველდღე რაღაც ახალს ვიგებ ტექნიკური თვალსაზრისით. რა ვიცი, პროგრამირების თვალს სულ ვცდილობ რომ რაღაც ვისწავლო, იმიტომ რომ სულ ისეთი განცდა მაქვს რომ არაფერი არ ვიცი. გასაგებია, დრო იწურება ქალბატონ მარინა. SD-სა და HD-ს შორის რა განსხვავებაა? თუ გითხრათ რომელიმე, მე ვილაპარაკოთ რა. ქალბატონ ნინოს შეკითხვაზე ზღვართან დაკავშირებით რა მესთქმა დაგითმობ. არა, კომენტარები ქალბატონ ნინოს ლაპარაკზე მე არ მაქვს. დიდი მადლობა გადაცემის სტუმრობისთვის. მარინა მუსხელიშვილი და ნინო ჯანგირაშვილი იყვნენ ჩვენი სტუმრები. რეკლამის შემდეგ ფარული მოსმენის საკითხზე ვისაუბრებ, დაგველოდეთ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით.